ბევრს გონია, რომ შემოწმება ინიშნება წინასწარ, ან მაშინ, როდესაც საჩივარია შემოსული. სინამდვილეში, სურსათის უნელობის სააგენტოს შეუძლია შემოწმება ჩანიშნოს ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით ხშირად მოწმდება რესტორნები, სასტუმროები, სამედიცინო დაწესებულებები, სასწავლო ცენტრები, სასაწყობე მეურნეობა და სხვა მიზნობრივი ობიექტები. და შემოწმებაზე რომ მოდიან, პირველი იცი რა ითხოვენ? ითხოვენ პესტკონტროლის სერვისის ჩატარების დეტალურ ანგარიშს. ანუ არა უბრალოდ სიტყვებს რომ სერვისი ჩატარდა, არამედ დოკუმენტს, სადაც ჩაშლილია თუ რა სერვისი ჩატარდა, ანუ იყო ეს დეზინსექცია, დერატიზაცია თუ დეზინფექცია, ასევე ჩამონათვალს პრეპარატებისას, თუ რა პრეპარატები იქნა გამოყენებული დამუშავებისას და პლუს მიიღება ჩაბარების აქტს. თუ ეს დოკუმენტი არ გაქვს, ეს უკვე პრობლემაა და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ჩანს ყველაფერი გარედან. თუ ობიექტზე უკვე არის წერის ან მღრღნელის კვალი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ობიექტი ან დაჯარიმდეს, ან დროებით შეუჩერდეს საქმიანობა მანამ, სანამ პრობლემა არ იქნება მოგვარებული. ბალავერი გადმოგცემთ ციფრულ კაბინეტს, სადაც ყველაფერი გამარტივებულია და თქვენ პირდაპირ მობილურიდან შეძლებთ დოკუმენტ ბრუნვის მართვას თვეების მიხედვით. კომენტარებში დაწერეთ სიტყვა დოკუმენტები და ჩვენ გამოგიგზავნით დოკუმენტების სრულ ჩამონათვალს, რასაც მარეგულირებელი ითხოვს.